ხიზანიშვილი შეიძლება დარტყმა, არა ვერ გაისწორა ბურთი კარგად. კაშია გაექცა ბურთი ამ ეპიზოდში, ბოლომდე იბრძოლა კაშია, მეხმარება გელაშვილი, ჩაწოდება თავით და მწვანე გოლი. ანანიძე ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ყობახიძე უკაცრავად, ყობახიძე გახლავთ. გატანილი გოლის ავტორი ძალიან კარგი შეტევა გამოუვიდათ. ქართულ ფეხბურთელებს და 36 წუთზე გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. ყობახიძე გატანილი გოლის ავტორი. თავით ანდრო ყობახიძისთვის ეს სადებიუტო გოლია ჩვენი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. აი აქ ბოლომდე იბრძოლა კაშიამ და გელაშვილმა. გელაშვილს დარჩა ბურთი, ჩაწოდება და სიღრმიდან ძალიან კარგად შემოვიდა საჯარიმოში ყობახიძე, რომელმაც თავით ძალიან ძლიერად დაარტყა და ფაქტიურად ეს იყო აუღებელი ბურთი. კიდევ ერთხელ სხვა რაკურსით განმეორებით ძალიან ძლიერი დარტყმა გამოუვიდა და ზუსტი, რაც ყველაზე მთავარია, გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. ნახეთ კომბინაციის შედეგად გათამაშებული ბრძოლით მოპოვებული. კიდევ ერთი ჩაწოდება, დარტყმა და ძელდება. განმეორებით და პენალტი დანიშნავს საჯმა. ხოთ ეს ეპიზოდი ანანიძე აწვდის, თავით ვინ დაარტყა ამისულაშვილმა. საჯმა ჩათვალა იქ რომ თამაშის წესი დაარღვიეს გვალიშვილთან ორთა ბრძოლაში. სადაო ეპიზოდია პირდაპირ თქვათ, მაგრამ ჩვენ სასარგებლოდ დაინიშნა პენალტი. ბოლო ხანმაკი ყვითელი ბარათი მიიღო ანანიძე ბურთთან 39 წუთზე. ამორბენი დარტყმა და 2-0 საქართველოს ნაკრები დიდი ხანი ასეთი ანგარიში წინ არ გასულა. 39 წუთზე 2-0. ანანიძე პენალტის ავტორი, ეს ჯანოს მეორე გოლია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. პირველი გოლი მან გახსოვთ 1 წლის წინ, სწორედ ნოემბერში სლოვენიას გაუტანა. მაშინ ჯანო ანანიძემ და ამჯერად უკვე მეორე გოლი გაიტანა მან თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მე-12 შეხვედრაში. დაკარგა ყობახიძემ ბურთი და შემდეგ არგოს კიდეც თამაშეს, თუმცა აძლევს საჯი თამაშის გაგრძელების საშუალებას მოლდოველ ფეხბურთელებს და მაინც უნდა გადაარგონ ბურთი, რადგან ეს მცირე შელაპარაკება არ არის ახლა. არ არის საჭირო დამწოვება ამ სიტუაციის ყობახიძესა და თვართები თავიდან მეორე ნომერს შორის იყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ დაელაპარაკება ასისტენტს, რომელიც ახლოს იყო და წესით უნდა დაენახა ყველაფერი. ყობახიძის უხეშ თამაში ყვა ყველაფერი, შემდეგ მაგრამ არ იყო ალბათ გამწვევა სიტუაციის. რაცაც უხმობს საჯი ყობახიძეს, რა თქმა უნდა. ყობახიძე და იგორ არმაში კი მეორე ნომერი იყო იმ ეპიზოდში. ისაც შელაპარაკება დაიწყო. ძალიან საინტერესოა დაუძახა ფეხბურთელებს და თვითონ წავიდა თანამსაჯთან ახლა სიტუაციის გასარკვევად, რომელმაც თავის მხრივ მეოთხე არბიტრთან ითათბირა. და რა ფერის ბარათი იყო? წითელი ბარათები ორივეს წითელი ბარათები, ყობახიძესაც და არმაშსაც. ან მე ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებს შორის უკვე მესამე მატჩია ზედიზე დამხანაგური, ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მესამე შეხვედრაა ფეხბურთელის გაძევებით სრულდება. ამჯერად უკვე ფეხბურთელების მოკიდებული ნახეთ როგორ ითამაშებენ. აქ შეიძლება კარგი შეტევა განახორციელონ ხა ქართველმა ფეხბურთელებმა. ჯანელიძე შევიდა, წაიქცა და პენალტი. ჯანელიძემ პირველივე შემოსვლაზე თავისი მოიპოვა პენალტის უფლება.
87 წუთი იყო ეს და ყვითელი ბარათიც უჭირავს საცხელში ძალიან სწრაფად თუ შესვლაზე შემოსულმა ჯანდელიძე პენალტი მოიპოვა პირველივე წამებზე ფაქტიურად კაშკავალმა პირველივე წამებზე ყვითელი ბარათი მიიღო კიდევ ერთი 11 მეტრიანი ვინ ემზადება გრიგალაშვილი ალექსანდრე გურუს არ მიუღია ყვითელი ბარათი ნამდვილად არც მოლდოვის ნაკრებში თამაშობს გრიგალაშვილი გამორბენი დარტყმა და რა გააკეთებს გრიგალაშვილმა ძალიან ცუდად